გამარჯობათ, მე გახლავართ მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე. გამარჯობა, ნინო თარხანმოურავი, მსახიობი. ჩემი მშობლები მახსოვს, სულ წიგნით ხელში იყო ორივე და ამ წიგნებს აგროვებდნენ უშველებელი უზარმაზარი ბიბლიოთეკა იყო, მიდიოდა ამ წიგნების გაცვლა, გამოსვლა, იმან დააბრუნა, არ დააბრუნა. მაგ უნიკალური გამოცემები აბსოლუტურად და მინდა რაღაცა ჩვენი შვილიშვილები მივაჩვიოთ. თუმცა უკვე ვაჩვევთ. კი, არა, კი ვკითხავთ და რაღაც თავიანთი წიგნები აქვს, საბავშვო რა თქმა უნდა და საინტერესო პროცესია, როცა უყურებ შენ თვალწინ როგორ იზრდება ადამიანის მსოფლმხედველობა. მოაქვს თვითონ და წაგვიკითხე. მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი, აი ეს მახსოვს როგორ მიკითხავდა დედა ჩემი და ძალიან მინდა რომ ჩემ ტომ პასუხი არ არის. შვილს წავუკითხო. აი დღესაც მესმის ეს სიტყვები. ტომ პასუხი არ არის. გამოაყოფინე მახსოვს ბებია ჩემს თავრო ჩემთვის რომ ჩემი წიგნი მხოლოდ ჩემი წიგნები ყოფილიყო რა ახაც რომ უყურებ ამას მოლოდინი მაქვს რა რომ რაღაცას ავიპოვე რაღაცას აღმოაჩენ ვიპოვე ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა მივხვდი რომ წიგნი რაღაცნაირად აზროვნების უნარს გივითარებს არ არის მარტო სიკეთე და ბოროტება არის ბევრი შრე მეც ვიპოვე წიგნი რომელიც არ კარგავს იმ შეგრძნებას დღესაც რომ წავიკითხო გადამისვრის იმ მოგონებებში და იმ პერიპეტიებში რაც პატარა პრინც გადახდა და ყოველი წიგნი გიბიძგებს შემდეგი წიგნის წასაკითხად და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემ ცხოვრებაში და ძალიან სასიამოვნოა რომ აქ აღმოაჩინე მელ გიბსონი თამაშობს კიდე ერთი ფილმი არის სადაც შეთქმულების თეორიებს რო ევძვის და შედის ხოლმე მაღაზიებში და სულ კითხულობს გაქვთ თუ არა თამაში ჭვავის ყალანში და მაგას მაჩვიქებდი? ხო. როგორც მანიაკ, კაი გაგებით მანიაკ, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანი წიგნია. და გვაკავშირებს მე და თემიკოს წიგნების მხრიდან ის რომ ჩვენ ბავშვობაში ერთი და იგივე წიგნებს გვიკითხავდნენ და ესე მოხდა რომ დამოუკიდებლად ერთი და იმავე ლიტერატურის კითხვაზე გავიზარდეთ და ერთი წიგნიც ვიპოვე. ეს უკვე მე მგონი ინსტიტუტის პერიოდში წავიკითხე. მარკესის მარტოობის 100 წელი. წარმოიდგინე 7 თაობა გადმოშლილი შენ თვალწინ. გინდება მე რომ წახვიდე შენ ფესვებთან. ვის რა შეეშალა, ვინ როგორ იცხოვრა, ვინ სადამდე მივიდა. მარკესის მარტოობის 100 წელი. სელინჯერი თამაში ჭვავის ყანაში. დეტექტივები ყოველთვის მიჩნეულია რომ არის მსუბუქი საკითხავი, მაგრამ მე ვთვლი რომ აგატა კრისტის დეტექტივები არის შენ თვითონ ხტები დეტექტივი. ესეც გონების სავარჯიშოა. აი გონების და იუმორის სამაგიდო წიგნია. ილფიდა პეტროვის 12-ის კამი. ნუ ეს როგორ შეიძლება ეს დავინახე და პირველ რიგში ეს უნდა მეთქვა. კი, ხო, ეს ნინოს დედის ნაჩუქარია. შოთა რუსთაველი, უკტავი პოემა ქართველების პასპორტი.